მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? დღეს ვართ ზღვაზე ამოსულები, უნდა ვისპირინგოთ. ბევრი მესიჯი მომივიდა პირად შეტყობინებაში, რომ დადეს სპირინგიო რა. ხო და ეხლა ვართ ამოსულები, მე და ჩემი მეგობარი, ეხლა ცოხაში გაჩვენებთ, ვინ არის ჩემი მეგობარი და ერთად წავითევზავებთ. აგერ NRT ფიშინგი. გამარჯობა ყველას. სპინინგისტებო, ფიდერმენებო, ზოგადად მეთევზეებო. დღეს წვიმიანი ამინდი გვაქვს, მაგრამ იმედია რომ თევზის დაჭერას მოვახერხებთ. ქარიკლაპიაზე გვინდა რომ ვითევზაოთ სადაც რა, იმიტომ რომ ამინდი შესაბამისია, ესეთი ამინდი ქარიკლაპიას მოსწონს ხოლმე, გრილი ისეთი, რომელიც ესე ტაცებლურ იმებს უღვიწებს რა, შინაგან რაღაც ყველაზე ხარ. ხო ხდები რა პერიოდიცაა ქარიკლაპის სიტყვას ვერ გადმოსცემ. მუღამი აქვს ხოლმე რომ ინადიროს ამ პერიოდში და ნახოთ რა, დაუმიზნეთ ობლერებით, სილიკონებით, ყაყალებით, აი ყველაფერი გვაქვს რაც შეიძლება ქარიკლაპიას და მაინც ქორჭილას ვახსენებ რა. ქარიკლაპიას დაჭირდეს და ნახოთ აბა რა გამოგვივა. საინტერესო ადგილია, საინტერესო ამინდია, ჩვენ საინტერესო ტიპები ვართ იმედიაცისთვის და ნახოთ აბა რა გამოვა. გამოიწერეთ არხი აუცილებლად. გიოს არხის გამოიწერეთ მეგობრებო, NRT. მოკლედ ეხლა ჩვენ ჩავართ, ბანამდე წნულივა დავახვიო, აი ეხლა საქმიანობდი და მომინდა რომ გაჩვენოთ რას ვაკეთებ. აბა მეგობრებო, არ გადაახვიოთ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, კომენტარი დაწერეთ. ხო, ადრე იყო ესეთი მომენტი, რომ შენ ხო ფიდერმენი ხარ და ტიტივისტი ხარ და რა გინდა სპირინგშიო რა. მე მაქვს იმის სურვილი, რომ ყველა სტივს ფლობდე. და ფლობ კიდევაც მეგობრებო რა. ვიცი სპირინგიც, ვიცი ტივტივაც, ფიდერიც, კარფიშინგიც ვერკვევი და სურვილი მაქვს რომ ფლაი ფიშინგიც შევისწავლო რა. ეხლა აგე გიორგიც დამეხმარება, რაც არ ვიცი სპირინგის თემაში, გიორგი დამეხმარება, პროფესიონალია ამ საქმეში. აი ეგ არის რა, სწავლას იბერემდია ჩემო კარგებო. მოკლედ ეხლა გადავიდეთ. წნული დავახვიოთ კოჭაზე და ჩავართ და ნახოთ რა იქნება რა. კი, ძალიან ცუდი ამინდია, წვიმს, ტალახია, მაგრამ თუ გული გულობს, ხო ხვდებით რა, ბოლომდე რა. თუ გული გიწევთ და გინდათ რომ ამ დღეს წახვიდეთ, წავით. მოდი აბა. მოდი აქ. მოკლედ შევკარგებო, ხა მოხსნათ ძველი წნული და დავახვიოთ ახალი. რა თქმა უნდა, ამას გადავაგდებთ ურნაში, რომ დავახვიოთ აუცილებლად. სამიც აბა ეხა შენ ამარჩევინე, აბა მოდი ჩავხედეთ ახლა რომელი სატყუარი თვითევზავთ. ჩავახედეთ ჩვენს მაყურებელს, აბა შეხედე. ეს არის ჩვენი ყანყალები, ნუ ობლერებიც გვაქვს, რაღაცები. ახლა ნახე, კიდე აქ რამდენი რამე გვაქვს, ამით. უბრალოდ აბარჩიოთ რომელი და რა გვინდა. აქ ნახე კიდე ესეთი რაღაცებია, შეხედე. აქაც ყანყალებია, რაღაცა ტრიალებია. აქეთ სილიკონები გაქვს? როგორ? სილიკონები. რა ნაირი კითხებს ეს ბიჭი ვერ გავიგე. აი ეს ვერტები. მე სილიკონები დავიწყე. აქ ვაქვს ნახე ესეთი ტიპის სილიკონები. აი ნახე ესეთები გვაქვს და ასევე გვაქვს ჩვენ კიდე გამორჩეული მოდელები. გამორჩეული მოდელები ნახე ესეთ ჩანთაში რა. საკმაოდ კაი ჩანთა არის. სხვათა შორის ჩემს ონლაინ მაღაზიაში შეიძლება ნებისმიერი ეს აქსესუარი. აი ნახე, სხვა ფორმები, ზომები, იცოცხლე იმდენია. აქ ის გვაქვს მეტალის სადავეები და ანუ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ქარიკლაპია თუ მშიერია და ნადირობს ამ პერიოდში, აუცილებლად სადღაც უნდა მივაგროთ და რომელიღაც სატყუარაზე აიღოს. სხვა გამოსავალი არ აქვს. მე მაქვს კიდე ესეთ საინტერესო რაღაც. ესე რო დაიჭერ თევზს, ხელში გავუყრი და სრიალა თევზია რა. რო არ გაგისრიალდეს ხორკლიანი ზედაპირიერი და ძალიან საინტერესო, ხელიც არ დაგისოლდება და ხორკლი გამოსაყენებელია. ესე ჩამოიკიდებ კარაბინით. ჰოპ, უკაცრავად. ჰოპ, всё, ეგ არის, აქ გიკიდია. რო დაგჭირდება წყალ, გავუყრი ხელს. ეგ არის, მე ისე. ჰოპ. აგარი. მიზნება უნდა, ხო რა, ეგ. საერთოდ სხვადასხვაჭული უნდა უმიზნებდე, მაგრამ ნუ ახლა მეგობრებო, ეხლა უკვე რა ხდება რა. კოჭაზე უნდა დავახვიო ახალი წნული. ძველი მოხსენი რა. ეხლა დაუტოვებ ბექინგი, აი ესეთი. ან დაუტოვეთ ხოლმე წნული, ან ძუა, ან
იზოლენტა გადაახვიეთ ხოლმე რომ ცოტათი შეავსოთ რომ კარგად შეივსოთ წნული და სულაშიც კარგია და კარგად გამოიყენებთ რა. ეს ბევრჯერ მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ეხლა რატო წერ ამ ვიდეოს? ეხლა მე ჩემებურად ვაბავ ხოლმე წნულს ან ძუას ერთმანეთში როგორ ვაბავ, ეხლა გაჩვენებთ რა. ჯადოქრულ კვანძს ეძახი ამას. და ეხლა გაჩვენებთ რატოა ჯადოს. აი ესე აიღეთ მეგობრებო. აი. ორი ახალი წნული და ძველი წნული. ერთმანეთს აი ესე შეაერთებთ. აი ესე შეაერთებთ. ახლა აქ ძველ წნულს თავისისა, აი ესე. და ამ წვერით შიგნით რგოლში 1-6 ჯერ, თუ გინდა 4 ჯერ გააკეთებთ რა. 3, 4. მეტი არა საჭირო. 4. ასე მოუჭერთ. მეორე მხარესაც იგივეს ვაკეთებთ. იგივეს. უკვე ახალი წნულით. ახალი წნული. ახლა რატო ვეძახი ჯადოქარს? აი ეს მაინცა მივა და მორჩა. აღარც აქაც წავა, მეგობრებო. თუნდაც 10 კილოინ დაგიჯდით. ამ წორებს ახლა ულუაშებს, რა თქმა უნდა. ესე მოჭრით და ნახეთ, კვანძი არ ეთყობა საერთოდ რა. ამას მოჭრი და ეგ არის რა. მოკლედ მეგობრებო, მე საათში ვაგდებ ხოლმე, იქ ვახო ხოლმე, მაგრამ აი ახლა აი საშუალება გვაქვს, აგე ღუბე დგას, ნაწვიმარია და აქ გადავისვრი ახლა და აქედან გადავახვევ. ახვევს ჯიგრულად. ხო მეგობრებო, ახლა კიდე ვიტყვი რომ დავიჭერთ თუ არ დავიჭერთ ეს ვიდეო დაიდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რჩევებს მოგწევს. ახლა სადავეს ვარჩევ ქარიკლაპიისთვის. აი ესეთ სადავეებს. ესენი ავიღო თუ რომელია? 15 სანტიმეტრიანია იგი. იქნება და დიდი თევზი დაწყის. არა, გადაიღო. ის მაგრაწუნა მაშინ. ნიობა, ბიჭო ეს ზოგადად ცოტა წვრილი წნულია. უფრო ეს რა ქვია, იმიტომ წამოგიღმეთ თავიდან ქორჭილოზე ძალიან მაგარი წნულია. ქარიკლაპიაზეც 2 კილო ნახევრამდე აქვს დატვირთვა გამძლეობაზე, მაგრამ ხო იცი ხა, როცა იცი თევზის გამოყვანა მეტი ზომასაც გამოიყვან წვრილი ძუით. ხა არ გვესწავლება ტივ-ტივის მასტერები ვიყავით. ეგ არის всё. აყანა. აქედან აღარ გაძვრება ეს. ეს მოვაჭრი და всё. აი ესეთი მეტალის სადავია მეგობრებო, აი ესეთი მეტალის სადავია. ხო, მეტალის სადავი აუცილებლად ჭირდება რა, იმისთვის რომ არ გადაგიჭრას, იმიტომ რომ ქარიკლაპიას კბილები აქვს. ამის გარეშე გამორიცხულია ქარიკლაპიას თევზობა. ოდნავ მოზრდილ კარაბინს დავაყენებთ, რომ ესეც ძლიერი იყოს. აი ეს სტანდარტულად ესე ჩავაცმევთ. ამას ახლა ჩავკეტავ და სატუარი შესვლა არ დაგჭირდება, უბრალოდ კარაბინზე შეძლებ რომ შეცვალო. ანუ ამის გახსნა ჩაკეტვა აღარ დაგჭირდება. აჰა. დაატრიალებდი ეგ არის რა. კი, ჩაატრიალებ, ბოლომდე უნდა ჩაიყვანო აუცილებლად, რომ უბრალოდ ეტაპობრივად ამას ყურადღება მიაქცე, რომ არ გაიხსნას, იმიტომ რომ ქარხნულად აღარ იკეცება რა. ქარხნულად ახლა ქარხანაში დაწნულია კარგად და აი ეს, всё. წავედით მეგობრებო, ახლა ჩავდივართ უკვე. როტკინის ხარეს ვართ მეგობრებო, თბილისის ზღვაზე რა. ხა ჩავართ აქედან დავიწყებთ, მე ვიქნები სილიკონზე, ტვისტერით, სიმძიმის გარეშე ვიქნები მეგობრებო. ახლა არ ვიცი პასიურია თუ აქტიური თევზი და რო გავსინჯოთ, გიორგი იქნება კანკარაზე რა და უფრო კარგად გავიგებთ რა. რომელი უფრო მოეწოდება. ახლა ჩავდივართ უკვე და შევხედოთ რა იქნება. მე ცოტა სუბუქი ჯოხი მაქვს, არ მაქვს ჯერჯერობით ქარიკლაპიი ჯოხი. მაგრამ თუ დაჯდა ჩემ ცოდნას მივანდობ ამ ყველაფერს და ნახოთ აბა რა იქნება. თევის ამოყვანას გულისხმობ. ჰა? ტალახია მეგობრებო, ტალახი. აი ხა დავინახე ფრინველები მეგობრებო წყალში არიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის რომ შეიძლება თევზს უზიან, ჩასაფრებაზე არიან და ეს ადგილებიც ამოირჩიეთ ხოლმე. აი ხა გაჩვენებთ. აი მეგობრებო. ჩიტები.
გამასრო გიომ გამასრო. ჩავეცით მეგობრებო. ფრინველებიც წინ არიან. ვითევზავი მეგობრებო, ჰანი, კაიდას ფირმა არის. 1-დან 7 გრამამდე ჯოხია და ფლაგმანის 2000-იანი ვითევზავებ რა. წნული 6-იანი. აბა წავედით, პირველი გადაგდება გავაკეთოთ, აი ესეთი ტვისტერი მაქვს სიმძიმის გარეშე. დავურულოს ჩავიდეს, ნელა ჩავა და მე პარალი ამორტყმებით გავაგზავნოთ თევზაობა. სპინინგი ასწორებს რაღაცნაირად რა ის უმოძრაობაში. ერთი ის არა გახდა დაჯექი გაჩერდება არა. იქოზე ხასკანზე იქ უკვე ტვენი და ყველაფერი მოძრაობს. ახაც ტვენი მუშაობს, რა თქმა უნდა და დადიხარ. ხო, აქაც მუშაობს, მაგრამ იქ მეტი ფიქრი გჭირდება. ხო, იქ მეტი ფიქრი ან ბევრი ფიქრი არ გჭირდება, თუ ხარი ყლაპეს თეზო. ჯიგზე თუ თევზაო. ჯიგი როგორი ტიპია, იცი? იქაც აი რო ჩავარდება, უნდა იმენა როგორ უნდა იყო, იცი? იქ რო ატარებ, შენს გონებაში იქ უნდა იყო. იქ როგორ ატარებს, ან როგორ ხტება სატყუარი, იმას უნდა ამოღამე. არა, ყველა სტილს თავის ცოდნა ჭირდება რა. ხა, დავიჭერე ანკესი და ვითევზავე, ეგრე არ ხდება. პრაქტიკა ჭირდება რა, არაფერი რთული არ არის. თავარი მონდომება. უნდა ითევზაო რა. თავარი მონდომება და არაფერი საერთო. თეორია აბსოლუტურად ყველგან არის. სტატიებშიც, YouTube-ზეც ძალიან ბევრი ინფორმაციაა. ერთადერთი თუ სურვილი გაქვს, თეორია ისწავლე და მე პრაქტიკაში გადაიტანე და გამოცდილებას მიიღებ რა. ხო, თავის სტილი უნდა იპოვოს ახ ადამიანმა რა. მეტი არაფერია. ზოგადად ყველა სტილში და ზოგადად ნებისმიერ რაღაცაში თავარი არის მაინც ცოდნა და გამოცდილება. კი ბატონო. თევზის დაჭერა ყველა შეუძლია. ვეგ მაგრამ მომეწონა ეგ სათუარა. ძალიან მაგრა თამაში. არა და მაგარი ამინდია ხარკლაფის. რო შეიძლება ჯერ არ აქტიურობს რა ისე და ანუ სივა მაინც. მოკლედ მეგობრებო, წინაზე გითხარით, დავიჭრეთ თუ არა ეს ვიდეო დაიდება, იმიტომ რომ რჩევებს ვიძლევით, ეს ვიდეო უეჭველი დაიდება. გიო, ეხლა რა შვებით? ეხლა გადავიდეთ. ვადრიზე მანქანით. გადავიდეთ. სადო სხვა ადგილი მეტყვი. ეხლა ზოგადად ძალიან ისეთ პასიურია თემა. მე იმედი არ მქონდა ეხლა განსაკუთრებულად რაღაც იქნებოდა, მაგრამ ხოიც ყოველთვის ცადო რა, როცა გინდა თევზაობა, გამოდი ითევზავე. დღეს ეგეთი ამბავი გქონდა. მე რო გავაქტიურდება, მე სხვა უფრო კარგი ვიდეოები. ეხლა გაჩვენებთ იმას, რომ ჩემო კარგებო, რა უნდა დავნებდეთ რა, ეხლა ვიაროთ. შევხედოთ, ცოტა მზეც გამოვიდა. წვიმა აღარ არის. ნახოთ აბა რა იქნება. მე მგონი, პლიაჟის კი ხო გადავიდეთ. არ დანებების თემაა? ხო, ხო გადავიდეთ. პლიაჟი ხო გადავიდეთ, სანაპირო. დაახლოებით მაგ ხარეს, ხო. ყველაფერი უცადეთ მეგობრებო, რა, ვობლერები, ყანყალები, სილიკონები. არაფერი. ნახოთ. ავიაროთ. იგაც მოსინჯოთ და მე უკვე სახში წავალთ. კიდე რაღაცებს გაჩვენებთ, საგაჩვენებთ მოგცემთ გიორგი და ეს ვიდეოც კაი გამოვა.
თუმცა შეიძლება მე იქ ერთი ქორჭილაზე სხვა გაუსინჯოთ მე. აი აბა შეხვდებით ადგილზე. მოკლედ შევოკარგებო, ეხლა გადმოვედით, შევიცვალეთ ლოკაცია. ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ქორჭილისთვის ავაწყოთ ეხლა ჯოხები, მონტაჟები. აი გიორგი აწყობს ეხლა მონტაჟს. ქორჭილასთვისაც. ხო, მე გადავალ ეხლა ქორჭილაზე, მეგობრებო. თავიდან ბოლომდე რამდენი ხანით ვიქნებით უკვე ზღვაზე, ვიქნები ქორჭილაზე რა. და ნახოთ რა იქნება. ასეთი ადგილზე მოვედით, მეგობრებო. ასეთი ადგილია. ხოთ უკვე დელიკატურ მონტაჟს. ქორჭილაზე სათევზაოდ. თან შენი ჯოხი და წნული კიდევ უფრო მეტად გათვლილი არის ქორჭილაზე. ოპტიმუმს ხო არა აწყობდის. ეს ვარემ ამაზე ავაწყო. ორი ჯოხი აქვს მეგობრებო, წამოღებული ოპტიმუმი მაქვს და ის კაიდა. ოპტიმუმს ფლაგმანი მაქვს და მოდი ამაზე ავაწყობ არიმა. რადგან აწყობილია. ო. ისე ზოგადად ის მოდელი ჯობია. უფრო ის არის რა. 8 გრამამდე გაქვს, ხო? აი, კაი ვარიანტია. სუბუქიათან ამაზე გრძელიც არის. არა შენ არ გინდა გამოყენება. ახლა მონტაჟი ძალიან მარტივი რა, წნულზე აქ ხა მოვჭრით ამას, გადავაბით ფლუოროკარბონის წუა, ჩვეულებრივ კვანძით. სადღაც 50 სანტიმეტრი სიგრძის ფლუოროკარბონი გვაქვს, მილიმეტრობა არის 0.17 ნახევარი, 0.18, სადღაც დიაპაზონში არის. მერე გავაკეთეთ კარაბინი, მაქსიმალურად პატარა კარაბინი, რომ დელიკატური მონტაჟივით იყოს. რა თქმა უნდა, ჯიგრიგის ესეთი წვეთისებური 5 გრამიანი სიმძიმე, ოფსეტური ნებსკავი, რომელიც ბალახის საწინააღმდეგო, ანუ ადვილად არ შედის ბალახში, იმიტომ რომ აი თავს ჩაუმალავ აქ ნახე და ძირითადი ნებსკავის თავი აქ არის დამალული. სატყუარა არის ფანატიკის ბრენდის დაგერი, motor oil, ანუ ძრავის ზეთი ესე ვეძახით და სატყუარას უყურე რომ უკბენს თევზი ეს ჩაიწევა და ნებსკავზე გამოიდება. ძალიან ისეთი მატყუარა მონტაჟი არის. საკმაოდ კარგი არის, შენ ჯოხისთვის ვფიქრობ, იდეალური წონაც არის 5 გრამი და კი, ბავშვმა კარგად უნდა გაატარო. ისე რომ აბა წარმატებული თევზაობა. დავიდეთ და თევზაობა. ხო, დავედით მეგობრებო. აჰა, მოვედით ადგილზე. კიო, პირველი გადაგდება გააკეთა. და ჩემი ჯოხიც ვნახოთ ქორჭილაზე. როგორ იქნება? დავალო ჩავიდეს. ესეთი მონტაჟია მეგობრებო, ჯიგრიგი. გიო, ვაჩვენოთ შენს მაყურებელს. ზოგადად რა სატყუარები უნდა გამოიყენონ, რას ვიყენებთ ქორჭილაზე და ქარიკლაპიაზე სათევზაოდ. პირველი დავიწყოთ ქარიკლაპიით. ნუ ძირითადი სატყუარები არის მყარი სატყუარები, ანუ ვობლერები, ყანყალები, ტრიალები და ასე შემდეგ. აი მაგალითისთვის, აი ესეთი ტიპის ყანყალები არის, რომელსაც სპეციალური უკანა მხარის მავთულები აქვს, ანუ ადვილად რო არ გამოიდოს ბალახში რა. ორკავი ნემსკავი აქვს. და როდესაც თევზი დაარტყავს, ესე ჩაიწევა ეს მავთული და გამოიდება ნემსკავი. ესეთი ვარიანტი, ნუ სხვადასხვა უნდა გქონდეს, სხვადასხვა სიმძიმით, სხვადასხვა ზომა, იმიტომ რომ დისტანცია უნდა ცვალო აუცილებლად და თან სხვადასხვა წყლის დონე როცა არის, დონის მიხედვით ატარებს. ნუ ასევე ესეთი ყანყალები, ნუ ყანყალები პრინციპში ერთმანეთისგან განსხვავდება უბრალოდ ზომით, ფორმით და სიმძიმით. ეგ არის და ეგ, სხვა არაფერი განსაკუთრებული სხვაობა არ აქვს. ასევე ჩვენ ვიყენებთ ხოლმე აი ესეთი ტიპის ვობლერებს, ნუ ესეთი თევზი არის, თევზის იმიტაციით. აქეთ-იქით ნებსკავები აქვს, სამკავები. ესეც არის მაგალითად ზედაპირული, არის საშუალო ფენის, არის ფსკერის, ზომის, ფორმის, რავი, დიზაინის მიხედვით. ბევრი არჩევანია ზოგადად რა, ძალიან ბევრი მწარმოებელი აკეთებს სხვადასხვა ვერსიებს. ნუ აქ პრინციპში იგივე, ხო,
ანყალებია და აი ესეთი ტრიალებიც არის ზოგადად ეს ძალიან მომწონს თუ მაგალითად ნავით ვთევზაობ ხოლმე და ვიცი რომ ბალახში ადვილად არ შევალ აი ესეთი ძალიან მაგარი ტრიალა არის ახეთ რაც პეპელას წერს გავს რომელიც დაჭრილია და ფრთებს იქნევს რა ძალიან კაი იმიტაცია არის ქარიყალპისთვის განსაკუთრებით ძალიან მოსწონს ასევე სილიკონები სილიკონები უკვე ბოლო გამოსავალია თუ მაგალითად თევზი არ არის აქტიური და ძალიან პასიურია ну ცდით ხოლმე სილიკონის სატყვარებს იმიტომ რომ შეგიძლია ეს დაუტვირთავოთ გადააგდო თავისი ენზიმი აქვს და ძალიან პატარა სვლა ექნება და ეს პასიურ ქარიყალპზე შეიძლება თავისუფლად დაიჭირო რა ესეთი ვარიანტებია ну ესეც სხვადასხვა ფერი და ასე შემდეგ ეხლა გაჩვენებთ ქორჭილაზე რას ვიყენებთ ქორჭილას შემთხვევაში ძირითადად ვიყენებთ სილიკონს, იმიტომ რომ სილიკონი არის ყოველთვის ყველაზე მეტად შედეგიანი. ну აქ ხა ბრენდებს და მოდელებს არ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტია რა. აი ესეთები. მე მაქვს ხა მაგალითად Trixpay-ი, Fanatix ბრენდის თან არომატული სილიკონებია და ქორჭილას ძალიან მოსწონს მათი გემო რა. აი ესეთი, ну ეს არის ლეგენდარული, ეგრეთ წოდებული პავუკი იგივე ობობა. თევზაობზე წერა. ხო, შეთევზაობ. იქ არის პრინციპში რა, ანუ არაფერი განსაკუთრებული, ამ ყველაფერს უბრალოდ ჭირდება ხშირი გამოსვლა, სწორი მონტაჟის საწყობა და ბევრი თევზაობა. აი მეუბნებიან ხოლმე მაგალითად, რომ წავედი ვერ ვიჭერ საერთოდ რამდენჯერმე 4-ჯერ ვიყავი, 5-ჯერ ვიყავი და თავს ვანებებ თევზაობას. ანუ ეგრე არ არის რა. ჯერ აუცილებელია რომ თეორია ისწავლოთ. თეორიულად თუ არ იცი როგორ გააკეთო, ხო, პრაქტიკაში ფიზიკურად ვერ გააკეთებ. შენ შეიძლება გონია რომ სწორად თევზაობ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს რეალურად ფსკერზე როგორ ატარებ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ფორუმი, იგივე შენც იცი, Sport Fishing G forum, სადაც თეორიულად წერია აბსოლუტურად ყველა ტიპის თევზაობაზე, რავი, ბევრი სტატია. YouTube-ზე ჩვენი ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ხოლმე. რამე თუ გაინტერესებთ კომენტარში ან პირადში მოგწერეთ და ვეცდებით რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგცეთ პასუხები. ვფიქრობ სულ ეს არის და ეხლა გავაგზავნოთ თევზაობა. აგიც მეგობრებო, ეხლა გავაგზავნებთ თევზაობას. შევხედავთ, აბა კიდე დაგვრჩა 1.5 საათი. შევხედავთ, აბა სიტუაციას რა იქნება, როგორ იქნება და მე ჩაგერთვებით რა. კიდე ამ პაუკით გავაგზავნებთ თევზაობას, ობობათი. და ვნახოთ, კიდე რაღაცას შევცვლით რა. დანარჩენი კიდე დავუმატებ გიოს სიტყვას დავუმატებ, რომ ხო, უნდა იაროთ რა, მეგობრებო, მუდმივად ეხა შეიძლება ყოველ დღე არ იაროთ, მაგრამ მუდმივად წელიწადში 10-20 გასვლა მაინც უნდა გააკეთოთ რა. უნდა აირჩიოთ თქვენი კონკრეტული სტილი, იქნება ეს ფიდერი, ტივტივა, სპინინგი, კარპი თუ ასე და ასე შემდეგ და იმას უნდა მიაწვეთ ბოლომდე რა. აი რომ შეიძენთ ცოდნას, ისე ცოდნას რომ შეიძენთ, რომ უკვე რომ კარგად იცით, უკვე სხვა სტილებიც აღარ გაგიჭირდებათ. აი როგორც მე სიტყვაზე რა, რაღაც ტივტივა ვიცი, ფიდერი ვიცი და ზოგადად თევზაობა ვიცი და უკვე სპინინგიც არ მიჭირს, ასე ვთქვათ რა. აი ამის თქმა გვინდა ჩვენ ამ ვიდეოთი და მაგიტომაც დავიჭერთ თუ არ დავიჭერთ ეხლა ჩვენ თევზს, ეს ვიდეო დაიდება უეჭველი და უკვე დახავდით რა. პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ კაი ვიდეო გამოვიდა, იმიტომ რომ დაეხმარებათ, ჩევებით მდიდარია ეს ვიდეო და რავი, დანარჩენი აბა ნახოთ ახლა რა იქნება კიდე 9 საათი 40 წუთი რა. აბა დროებით. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ დავამთავრეთ ხა თევზაობა თბილისის ზღვაზე, მე და გიორგი. ტემპერატურა ცვალებადი იყო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თევზზე მოქმედებს. თან სეზონიც არის, მეგონი როგორც ვიცი, ხო გიო? ჯერ აქტიური სეზონი არ არის, მაგრამ აი ესე ცდა შეიძლება რა და შიგადაშიგ შეიძლება რაღაც თევზი დაიჭირო, მაგრამ ნუ ეგრეა, ზოგადად თევზაობა და განსაკუთრებით სპინინგი ზუსტად ეგ არის, რომ წინასწარ ნამდვილად ვერ იტყვი იმას, რას დაიჭერ, რა რაოდენობას, რა ზომას დაიჭერ და ასე შემდეგ.
სპინინგი თევზობა არის ექსპერიმენტალური თევზაობა. უნდა აღიჭურო კარგად ყველაფრით რა თევზეც მიდიხარ მიზანმიმართულად, აი მაგალითად თუ მიდიხარ ქორჭილაზე, საქორჭილზე მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გქონდეს, რომ სცადო, ეს სცადო და რომელიღაცას გაარტყავ რა. შესაბამისად დღეს ვერ გავარტყით ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ ნუ არა უშავს რა მთავარი ის არის. ვეცადეთ. გამოდიხარ ჰაერს სუფთას ყლაპავ, ჩემი მეგობრების ის არის რა ეს სუფთ ჰაერზე გამოდივართ, ჰაერს ყლაპავთ, ვისვენებთ, ვერთობით ერთმანეთს ნახულობთ, უზიარებთ სხვადასხვა ინფორმაციას, გამოცდილებას და ასე შემდეგ რა მეგობრებთ, ეგ არის მთელი ამბავი. არაფერი. ძალიან დაბალი ჩანო, ცოტა წიგა. აი. დაბალია. მოკლედ მეგობრებო, 3 საათი ვითოვზავეთ. ყველაფერი ვცადეთ, რაც შეიძლება ყველაფერი ვცადეთ, ისე რომ არ ეხლა წამოიდგინეთ ამ ხერ ცუდ ამინჩი ვარ და მოსულები ვარ და ეხლა ხო ვცდით, ეხლა როგორ გონიათ, არ ვცდით, ვცადეთ ყველაფერი. ბოლოს ქორჭილაზეც კი გადავედი, ობობა, ცნობილი ობობა, რომელიც ძალიან აქტიური სილიკონია. რავი, ყველაფერი ვცადეთ მეგობრებო რა. ეს ვიდეო იდება, იმიტომ რომ რჩევებიც იყო, გამოსვლაც იყო და ვანახოთ იმ დამწყებებს, რომ ყოველთვის ღირს წამოსვლა. და შენ თვითონ უნდა გატესტო რა ეს ყველაფერი რა. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ გიორგის არხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ ჩემ ახსას თუ გამოიწერთ, კარგი იქნება. დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო. ვიდეოს მეორე ნაწილი ჩემ არხზე იქნება, იქაც შეგიძლიათ ცოტათი განსხვავებული კადრები იხილოთ, თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ გამოიწეროთ, გადმოხვიდეთ, უყუროთ და ასე. უთხარი აბა თქვენი არხი. NRT Fishing. ხო, NRT Fishing. აუცილებლად უყურეთ სხვადასხვა ვიდეოებს, იმიტომ რომ ეხლა აქტიურდება თევზაობა, ფიდერი იქნება, ტივტივა იქნება, სპინინგი ხო იქნება და თქვენთვის საჭირო ინფორმაციას დარწმუნებულიო როგორც ხამიცას არხზე, ისე ჩემს არხზე მიიღებთ, ასე რომ არ დაიზაროთ გამოწერა. დაგემშვიდობებით. მაგრათაბად როებით ბიჭებო, მოგუებ.